მასწავლი და სამი რაღაცის სიყვარულს მასწავლი და ძირითადად რა. მართლა მიყვარდა და მეც მართლა მიყვარს ჩემი სამშობლოს სიყვარულს მასწავლი და უფლის სიყვარულს მასწავლი და ჯანმრთელი ცხოვრების სიყვარულს მასწავლი და მეტი რა უნდა ესწავლებინა. იცით რა, აი ამას აუცილებლად ჭირდება ძლიერი ადამიანი რომ არ გიშვებდეს იქეთკენ რა. აი ამ მიმართულებით რომ მთელი ჩემი ახალგაზრდობა ბავშვობა ისე რომ კაი დედმამიშვილი ვიყავი და არ დამეჯერებინა მამა ჩემისთვის რომ აი ამას ზალათი ვაკეთებდი ხანს, მაგრამ სწორედ ამან გადამარჩინა რაღაც დონეზე. იცი რას ვფიქრობ, ძალით ხო, მაგრამ პატივისცემაც თუ არა გაქვს მამის მიმართ ადამიანს, რაც არ უნდა ძალადობა იყოს და ძალდატანება იყოს ძალადობა. არა, მაგით კაი იყო, იმიტომ რომ ბავშვებს ჭირდება ძალდატანება ხანდახან, იმიტომ რომ ის თავისი ნებით ძალიან სუსტია და ჩამოუყალიბებელი და შეიძლება უცებ ისეთი რაღაც აერჩიოს ცხოვრებაში, რამაც მე დაღუპოს საერთოდ ეს ბავშვი. ახლა როცა მამა ჩემის ნაირი გვერდზე გიდგას კურატორად თუ შეიძლება ასე ითქვას, მასწავლებლად უკვე იქ ხაიები ჩათვალე რომ ის არის განულებული არის კი. თქვენ როგორი ურთიერთობა გქონდათ? იყავით მკაცრი თუ მამაჩემთან? არა, შვილებთან. აი მაგია ჩემი უბედურება რომ ძალიან ეს არის ლოიალური და ყველაფერზე კაი შვილო შენ როგორც გინდა და არ შეიძლება მაგ მაგას მივხვდი რომ მამაჩემმა ჩემში რამხელა ენერგია ჩადო თურმე და რამხელა სიყვარული ყოფილა ეს რომ აი ასე იბრძოლა რომ მე აი ეს ვარჯიში შემყარებოდა და ეს დანარჩენი რაღაც პრიორიტეტები ცხოვრებაში ჩემი ქვეყნის სიყვარულისადმი უფლის სიყვარულისადმი ეგრე გამომეკვეთა.